გამარჯობა ზურფასო მეგობრებო და გამომწერებო. მე იმ ხალხს მივმართავ, რომლებიც მე ზურფასებით, რომლებსაც გიცნობთ, რომლებსაც არ გიცნობთ, მაგრამ კარგები ხართ. მე ამ ჩაწერას საუმძღვანე გენიალური მწერლის, ასევე გენიალური სიტყვები, რომლითაც ის საზოგადოებას მიმართავს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა კამერაში, სადაც ილოდევდარიანი იჯდა, იქ ვიღაცა შოშია შეიძლება გამომხტარიყო და ესეთი რაღაცა დაეძახა და ესეთი ტონით ელაპარაკა? რა თქმა უნდა არა, ვინც იცით და ვინც იცის, ეს ვერ მოხდებოდა. უბრალოდ ვერ დაარღვევდა კურდების იმას, რა ქვია, სიმშვიდეს და ვიღაცა იმას არ ექნებოდა ამ ხელახმა. რა თქმა უნდა, ეს დუმბაძეს კარგად აქვს გადაწყვეტილი ეს ყველაფერი. საზოგადოებას მიმართავს ამ სიტყვებით. გამარჯობა კურდებო, გამარჯობა ყაჩაღებო, გამარჯობათ გათახსირებულებო. ეს სამი ძირითადი კატეგორია საზოგადოებაში. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა დღეს ეს კატეგორიები არ არის? ეს კატეგორიები ძირითადი კატეგორიები არ არის? ეს სამი კატეგორია? კურდები არ მოიაზრებიან მაინდა-მაინც ის კანონიერი კურდები. კურდია ყველა, კურდია ის, ვინც ბიუჯეტიდან იპარავს, კურდია ის, ვინც ხალხის იმიდან იპარავს, კურდია ის, ვინც კომპანიებით და იმით ყაჩაღია, უпростоრად ის, ვინც კომპანიებით და იმებით ძარცვავს ქვეყანას და აყაჩაღებს. და გათახსირებულები კიდე ვინ არიან? აი ეს 50 კაცი და მეტი ვინ იყვნენ ის, რომ შემოვიდნენ ჩემთან და ზოგმა ჩემი სახელი გამოიყენა ზოგმა. ვინ არიან? ის გათახსირებულები არიან, ხო? რაც შეეხება ახლა ცხოვრების გაიოლებას და ეგრეთ წოდებულ ცნობადობას, აი ადამიანმა ცნობადობა როგორ შეიძლება მოიპოვოს. ასევე დუმბაძეს მოვიშველიებ მე აქ, იმიტომ რომ ეს შესანიშნავი მწერალია. მწერალი არასოდეს არ არის და არის მიუხედავად იმისა, რომ დუმბაძეს გული გაუსკდა, აი ზუსტად იმ საზოგადოების შემხედვარე და მან იმით აჯობა არა მარტო სიკვდილს, არამედ იმ საზოგადოებას, სადაც ის ცხოვრობდა, რომ წასვლის წინ მან იცოდა რაც ელოდა და მან იცოდა ყველაფერი, ახლა გამოცნობა აღარ უნდოდა კაცი რა მდგომარეობაში იყოს ამი იმპაქტით და აი იმ საზოგადოებას ძლია მან იმ სიმღერით, რომლითაც ფაქტიურად დაასრულა სიცოცხლე. ადამიანები ამას ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ გაივლის დრო, ჩამოივლიან თაობები და ვიღაცა იტყვის ამას და ვიღაცა აღნიშნავს ამას და აღნიშნავს ისე კი არა. დისერტაციები დაიცვება ამაზე და მთელი აღმოჩენები გაკეთდება აი ამ მწერლის ცხოვრებიდან იმდენი მიგნება და როგორც ახლა შოთა რუსთაველს იყვნენ წასეულები და რა ვიცი 90,000 დისერტაცია იმას დასული, აი ასე წაესევიან დუმბაძის შემოქმედებას, დუმბაძის ცხოვრებას და არა მარტო დუმბაძის, იქ არიან ინანიშვილი ცხონებული და ასე შემდეგ და ყავდა ჩვენ ისეთი დიდი მწერლები, რომლებსაც ეს ვაჟა რა სიცოცხლეში დაფასებული იყო? დაფასებული იყო ვაჟა? შიმშილით რომ მოკლავ კაცს, ფიროსმანს, ტერენტი გრანელს, ის იქ საზოგადოებაზე უკვე ლაპარაკი აღარ არის. აი ამიტომ ესალმებოდა დუმბაძე იმ საზოგადოებას, რომელიც არის და დღეს რა განსხვავებულია? როგორ ფიქრობთ ახლა? ბავშვობაშიო მოგიპარავს რამეო, ეკითხებიან ნოდარს და როგორ არაო? კოლმეურნეობის ბაღშიო ერთხელ თხილი მოიპარეო და მეველე გავომეკი და რას დამიჭერდა, მოხუცი იყო და მე პატარა ბავშვი იყო ეს და რანაირად დაიჭერდა ეს. და საღამოს დამიბარეს კანტორაზეო და უარყავიო რა, რომ მე არ მომიპარავს თხილი და მეველე გაოცებული მიყურებდაო. ეს მოხუციაო და შეიძლება მოეჩვენაო რომ მე ვიყავიო რა და გამომიშვესო და წამოვე დამეწიაო ეს მეველეო და მითხრაო შვილო ნოდარო ადამიანს აქვს შუბლის ზარღვიო.
თუ ის გაიწყვიტაო, მე ძალიან იოლია ცხოვრება და ნუ გაიოლებ ცხოვრებას, ნუ გაიწყვეტაო შუბლის ძალა და ეს ისე დარჩა ჩემ ცხოვრებაშიო, ზუსტად ციტირებ დუმბაძის სიტყვებს, თითქმის როგორც ერთ-ერთი მცნება სახარებისაო. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რაზეა ლაპარაკი. ადამიანები რო გახდნენ ცნობილები, ახლა შედით TikTok-ზე ვინ არიან ცნობადი, ვინ არის ცნობილი, ვინ არის. ეხლა აი ნორმალურ ადამიანს, აი გადაწყვიტა მაგალითად აი ჩვეულებრივ ადამიანმა, ახლა ჩემზე არ არის ლაპარაკი, რა თქვა ახლა ეს კაცი რა ქვია ხო არ მაშებაო რა ქვია. აი ჩვეულებრივ ადამიანმა გადაწყვიტა რომ ცნობილი ადამიანი გახდეს, ცნობადი სახე გახდეს. ვინ არის ცნობადი სახე? ცნობადი სახე შუბლზარ გაწყვეტილი. დაიბარებს მაგალითად პარლამენტთან ხალხს, აი სერიოზულ კაცად მიცნობს ყველა, ხო? და მაგრამ არავინ, არაფერი, კაცო, იქით, აქეთ ხო ხედავთ, აგერ ის სპეცსამსახური რანაირად მებრძოდა, ან ვინ იყო ის სპეცსა, წარმოიდგინეთ რა დონეზე დაეშვა, აი მაისურაძე და ისინი რო იყვნენ ვოლკები და ის ძველი, რა ქვია, მგლები. წარმოიდგინე რა დონეზე დაეშვენ, რომ ჩემი ბინის პატრონს ეუბნება რომ ეს და ნუ მაღაზიაში დადიოდნენ და არ მიცევალათ ამას და იმას. აი ამ დონეზე დაეშვა სპეცსამსახური. ამიტომაც იყო რომ სააკაშვილი გეუბნებოდა თქვენ რომ მე რომ მოვედიო ადამიანები დამხვდნენ რომ მე მთელი ცხოვრება ასე იყვნენ რა ღიპები ჰქონდათო ცეკვავდნენ რომ ღეროდნენ რომ ღვინოს სვავდნენ სადღეგრძელოებს ამოვდნენ ქუდი ეხურათ და გოგი ერქვათ. ეხლა ამაზე მეტი შეურაცხყოფა აი პრეზიდენტი რომ ამას გეტყვის მთელ ერს. აი ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა გინდათ ერთი გამაგებინეთ აი ამაზე მეტი კიდე არსებობს რამე რომ დაგამციროს შენივე პრეზიდენტმა. აი კომუნისტების დროს ვაგინებ და ვლანძღავ მთელ ჩემ შემოქმედებაში. და მე მოგიყევით ერთხელ პატარა ბიჭი ვიყავი და ჩემ მეზობლად გადმოვიდა მეთქი ერთი ახალგაზრდა ბიჭი, მაშინ ახლა მე ვიყავი ალბათ ერთი მაქსიმუმ 17 წლამდე და გვერდზე კორპუსში გადმოვიდა რა საცხოვრებლად იქვე იყო მიჯრით იყო თითქმის ეს კორპუსები და ერთი რაღაც ისი დგარაგეის ფარდულივით სადაც იკრიბებოდნენ ეს კაცები მოყოლილი მაგ თქვენთვის, მაგრამ მაინც გაგახსენებთ ამბავს და იქ გამოდიოდა ხოლმე გადმოვიდა ვიღაც საცხოვრებლად ოჯახით და გამოდიოდა ეს ახალგაზრდა ბიჭი იყო ერთი შეიძლება იყო ერთი 30 წლამდე. ხო და თამაშობდა იქ დომინოს კარტს რამეს და ერთხელაც მეც ჩავდიოდი ხოლმე იშვიათად ეხლა მე არ მქონდა ის დრო მაინც ვარჯიშობდი რაღაცა ვკითხულობდი იმას და არ მქონდა ის თუ ჩავიდოდი ჭადრაკის სათამაშოდ და ძალიან იშვიათად რომ იქ ჩემი ხნის ბავშვები არც იყვნენ ხოლმე უფროსი კაცები იყვნენ და იქ ნუ კარტი მეთამაშა ან რაღაცა და ერთხელ მოხდა ესე რომ კარტის თამაშის დროს ეს კაცი ჩვენ უთხარით რომ მე უთხარი მე ვიყავი ინიციატორი აქ მეთქი უცხორო იყო მაინც ახლა ახალი გადმოსული მაგიდის ქვეშ გაძრომაზე ვთამაშობთ მეთქი და კი ბატონო და ნუ ისე გავაკეთეთ რომ ამ სამმა კაცმა გავიყვანეთ ბოლოში და გავაძვრინეთ 12ჯერ მაგიდის ქვეშ და ურტყავდით ხელებს მაგიდის ქვეშ რომ ძრებოდა ეს კაცი. მივიღეთ ისე როგორც ჩვეულებრივი რა ვიცი გავს ეხლა რო შეხედავ არავის არ აგავს ეხლა ვიპიე ან მუშა ან რაღაც ან ქარხანაში მუშაობს ან სადღაც მუშა მე რა ვიცი სად მუშაობს ეს. ხო და გავიდა დრო რამდენიმე ხანი არ ვიცი 1-2 კვირა გავიდა გამათი ამისი გადმოსვლიდან თუ მეტი აღარც მახსოვს და იქ რაღაც ვიჩხუბე რა და ნუ დამიჭირეს იქ ვიღაცებს სემე და დამიჭირეს და ორი მილიციელი იდეა მკლავებზე და მიმათრევენი გადაღმა მანქანაა გაჩერებული და უნდა ჩამსვან იქ და გაყოფილებაში წამიყვანონ და პატარა ბიჭი ვარ კაცო ეხლა მაშინ ახლა ჩხუბები და დავიდარაბები არსებობდა რა და იყო ასე თითქმის აი მოდა იყო რა მაგის. ხო და პატარა რაღაცაზე ჩხუბი იყო. ხო და ამ დროს დავინახე რომ ძველი მანქანით მოგორავს ზემოდან და ჩემმა ძველმა გამომწერებმა იცით ეს. ხო და ამ მილიციელებმა მე
ხო გითხარით გადავყევარ გადაღმა მანქანა გაჭერებული გზის გადაღმა. იქ უნდა ჩამსვან და მივყევარ, იმიტომ რომ იქ ძალიან ცუდად მოხდა რამდენიმეს და ერთი სიტყვით რა ვიცი ახლა შეიძლება ციხეც მოესაჯათ, მე რა ვიცი რა მოხდებოდა ვის რა დაზიანება, ვინ რა დაზიანება მიიღო იქ და როგორ გამოიყენებდა ამას მილიცია. თან გადაკიდებული მყავდა ხალხი იქ, ხო და თავად უფროსი. ხო და მოგურავს ეს მანქანა, ეს ჩემი მეზობელი და ამათ რაღაცნაირად შედრკნენ ესენი და გაჩერდნენ და დაუთმეს გზა და ემან ჩამოიერამგა ნელ-ნელა მოდიო და გააჩერა მანქანა, რა დააშავაო. და ესენი გაიჯგივნენ ეს მილიციელები და ბატონო ესეო ამანო აგერო სცემაო იქ მიჭებსო იმან თუ რაღაცაო და გასისხლიანებულებიო ზოგ თავი აქ ჩამტრეული ზოგ ცხვირიო და ერთი ამბავიაო და დავიჭირეთო და მიყვავსო განყოფილებაშიო. ხელი გაუშითო. გამიშვეს ხელი უცებ თამაზ მოუარე დაჯექი მანქანაშიო მითხრა. შემოუარე დავჯექი მოუგორავ და კარგა ხარ ხმას არ ვიღებ და ბოლოს მიუტრიალ და მეთქვა ვინა ხარ მეთქი შენ. მეო ამ რაიონის კგბ-ს უფროსის პირველ მოადგილედ გავუმაგზავნესო. ხედავთ რა დონის ჯენტლმენი იყო ისა, ის კაცი, ის კგბ-ს თანამშრომელი. რა დონის ჯენტლმენი იყო. და ის ვინ იყო, ვინც ჩემ იმ ხაზეიკასთან მაპატიეთ ამ სიტყვაზე დიასახლისთან მივიდა და რა ქვია უთხრა რომ ასე აი თქვენ სახში მკვლელი იმალებაო. ani მაღაზიებში ვინ დადიოდა და ვინ ეუბნებოდა მაგალითად უბნის მაღაზიებში რომ ვალად არ მისეთ არაფერიო პროდუქტებიო. და რა დონეზე დაეშვა ჩვენი ის ყოფილი კგბ. ის კგბ-ში ხალხი მუშაობდა და ერთხელ ის მეუბნებოდა ეხლა არ მინდა დავასახელო, ეხლა მღვდელმთავარია ის კაცი, მეგობრობდი ადრე და დაიჭირეს რაღაც ტრაქტატთან დაკავშირებით 83 წელი რომ მოდიოდა რა და მაშინ ეკლესიაში ვიყავი მე და დაიჭირეს, წინასწარ იყო მზადება რა, ეს 80-იანი 70-იანი წლების ბოლოდან დაიწყო მზადება, რომ ტრაქტატის ის არეზე იმათის რა 200 წლის თავი თუ რაღაც და ერთი სიტყვით ჩაშლა უნდოდათ ამათ და ეს და ბიჭი დაიჭირეს და ეს ამბობდა რომ მე იქ რო წამიყვანესო, კაცი იყო მეცნიერი და განსწავლული ლიტერატურაში ასე ის 7 კაცი მელაპარაკებოდაო და წარმოიდგინეთ ისეთ დონეს ვერ ვხედავდიო ამ მაგრამ 7 ხმა დავთვალეოდა. ისეთ დონეზე მელაპარაკებოდნენ, რომ ყველაფერი იცოდნენ რა. აი მე უსუსურად ვიგრძენი თავი იმ დონის განსწავლული ხალხი მელაპარაკებოდაო. სად არის ახლა ის განსწავლული ხალხი? მორღვეულია მთელი ქვეყანა და რა სპეცსამსახურები. ძალაუფლება მე რომ მომცე და აი ამ წუთას რომ დამნიშნო მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრად ერთ კვირაში ვერც ერთი ვირთხასავით შეძრება და ცხვირს ვერ გამოყოფს გარეთ. წესრიგს დავამყარებ, ერთი კვირაც არ დამჭირდება. არავინ არ უნდა შემიშალოს ოღონდ ხელი. და სახელმწიფოში იქნება უმაღლესი დონის წესრიგი. რას მიქვია ის საბოტაჟი და მიმდინარეობს და 30 წელიწადია და ის. ცნობადი სახე როგორ გახდები და აი ხა მაგალითად დაიბარებ აგერ ჟურნალისტებს ვიღაცებს და მაპატიეთ და პარლამენტის წინ რაღაც ინტერვიუ უნდა მოგცეთო და სერიოზულ კაცად გიცნობს ვიღაცა, მაგრამ არა ხარ თქვათ ის ცნობადი სახე, ხო? მიხვალ პარლამენტის წინ და გეტყვი ზიგმუნდ ფროიდის არ იყოს ეს კიდე ეს არისო რა, აი ბანკების გაძარცვის იმაზე რომ ის იმაშებოდა. ხო და ბოლოს აი აბა ეხლა რაღაც სქემა არისო და ეს სქემა კიდე აი ეს არისო რა, არაფერი. ხო და ესე იგი მიხვალ სერიოზული კაცი და ინტერვიუ უნდა მოგცეთ, ეთქვის წამოვლენ ისინი არ ახარ ცნობადი კაცი, მაგრამ შუბლის ზარღვი უნდა გაიწყვიტო და მაპატიეთ და ჩაიხდი შარვალს და всё ცნობადი სახე აქვს. სოფლიო გაგიცნობს. და მსოფლიო ალაპარაკებდა შეიძლება პრემიები მოგცენ იმაში რა ქვია ევროპაში.
რომ ამ ამ წერალმა აგერ შარვალი ჩაიხადა პარლამენტთან. ბევრი კი არაფერი უნდა. მაგას ემსახურება ეს ხალხი და სულ გაყიდული და ნეტაი ჩემი ერთი ახლობელი მეუბნებოდა არქივებში მუშაობდა და ნეტა საერთოდ არ შევსულიყავიო რა. ისეთი ადამიანებისგან, გარდაცვლილი ადამიანები, ჩვენ რო გვეგონა რომ ეს კორიფე ხალხი, ამათი დანოსები, ხალხს რო აჭერინებდნენ, ახრეტინებდნენ და ერთი ამბავში რო იყვნენ. და ესენი იყვნენ ცნობადი სახეები და დღესაც იგივე მიმდინარეობს. და თქვენ ვერ არკვევთ მაგას. და ეს სამ კატეგორიად ჩამოვყალიბდით როდიდან? აი საწყისი საიდან არის, ხედავთ? დუმბაზემ სად გამოიცნო, რომ საზოგადოება იყო ასე. გამარჯობა, კურდებო, გამარჯობათ, კურდებო, გამარჯობათ, ყაჩაღებო, გამარჯობათ, გათახსირებულებო. აი ეს იყო საზოგადოება და ეს არის და უფრო გაუარესებულია მდგომარეობა მაგ კუთხით. ესე იგი, მე ახლა ჩემგან დანახული სტატისტიკა. უშინ იცით რას ჩავწერე, რა მდგომარეობაც ამაქვს, ახლა თქვენ არ იფიქროთ ის რომ იმისი არ იყოს ახლა ოდესღაც კი არა შეიძლება დღესაც ზეპირად ვიცოდი შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. და ჭირს როგორ უნდა შიგან გამაგრება ის ბავშვი ვიყავი მაშინ როცა ვიცოდი. ასე რომ მე დათრგუნულს და დაბუხულს და შეშინებულს და ვიმე და ამის იმეშინია და იმის იმეშინია რომ აი მე ისე არ დაუჩე და არჩე სადაც გინდა ვიყო. მე არ გიყვებოდით იმეებს აი ბავშვობაში რეები გადამხდა ისეთ მძიმე სიტუაციებს არ გიყვებოდით იმიტომ რომ აი არ ეთქვა ვიღაცას რომ ამას ეს იგონებს და ასე და ისე. თუმცა ახლა ვინც მიცნობდა და ვინც მიცნობს და ვინც იცის. მე მქონდა ერთი გადასაკიდებელი ჩანთა. ხშირად ხდებოდა ხოლმე რომ გაქცევა მიხდებოდა ამა თუ იმ საქმეზე სანამ გაარკვევდნენ, სანამ რა მოხდებოდა ამის ის რომ დამდებდნენ. მე ამოჩემებული ვიყავი, მე უნდა დავეჭირე და ნებისმიერი გაუხსნელი საქმე ჩემთვის იყო გამზადებული და ამიტომ ეს ხან რაღაცა გუმანით რა ქვია ინტუიციით გრძნობდი ხან ყავდა ისეთი ადამიანები ხან მეგობრები და ისინი ახლობლები რომელთა მამებიც ზოგი იქ მუშაობდა მაგებინებდნენ ზოგის და ხშირად მიხდებოდა ხან დამეცემოდნენ ფანჯრიდან გადავხდებოდი ხანის 1000 რაღაცა და მქონდა ერთი გადასაკიდებელი ჩანთა. ხო და ამ ჩანთაში აი წარმოვიდგინეთ ახლა რა ისინი მელაგაში ერთი რკინის აი ჩვენ პატარა ცულები რო იყო არ ვიცი გახსოვთ თუ არა ეს პატარა ცული ამ რკინის ტარიც რკინის იყო მაგრამ იმ ტარზე რბილი ცოტა ესეთი პლასმასი ქონდა გადაკრული რომ ხელი არ გტკენოდა და ეს მთლიანი ის იყო რკინის. ცული მქონდა, მონადირის დანა მქონდა ჩემო ბატონო, ასანთი მქონდა მონადირის რომელიც არავითარ ქარში და წყალში და იმაში არ წვიმაში და იმაში არ ხებოდა. მქონდა მშრალი სპირტი ცეცხლის ასანთებად. ხო, მქონდა თოკი, წარმოიდგინეთ, მქონდა ნემსი და ზაფიც კი რომ რაღაც ან ჭრილობა მიმეღო ან რაღაცა მიმეღო ის მქონდა იოდი, ბინტი, ბამბა და ასე შემდეგ. მთელი შეიარაღებით ვიყავი გასული თუ შეიძლება ესე ითქვას. და ახლა ვიღაცა მეტყვის, ახლა თოკირაში გჭირდებოდა. თოკირაში მჭირდებოდა და ადგილები მქონდა ესეთი რამდენიმე ადგილი ტყეში, სადაც ესე იგი დასაწოლად შეიძლებოდა ესეთი მიწოლილიყავი და ვიბამდი თავს რომ არ ჩამძინებოდა და არ გადმოვარდნილიყავი ხიდან. და აი ასეთი ის რა ქვია მდგომარეობები რომ მქონდა და ასეთი ყოფა რომ მქონდა ბავშვობიდან, როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ მე სანამ ეს
დამჭირდა რატო გაუძელი იმას მაგალითად იმ მონასტერში რო წავედი იმიტომ გაუძელი რომ მე ვიცოდი უკვე ფაქტიურად შესწავლილი მქონდა წიგნებიდან რომელი სოკო იყო შხამიანი რომელი იყო კარგი საჭმელად ვარგისი რომელი როგორ გამოიყენებოდა და ასე შემდეგ ამებში ვერ ყვევოდი ყველაფერში ასე რომ აი კიდე გეუბნებით ამ ყველაფერს არ მოგიყევით იმიტომ რომ ვიღაცას არ მოსჩვენებოდა ეს რაღაცა იმათ რომ აი ეს რაღაც ილუზია და ამის მოგონებული თორე უმძიმესი და უმწარესი პერიოდი მქონდა ჩემი აი ეს ბავშვობის პერიოდი თუმცა არც ახალგაზრდობაში აგერ მოგიყევით ერთი ეპიზოდი და იმისთან ახდებოდა მრავალი ღამის 3 საათზე დამირეკავდა არ ვთიშავდი ხოლმე ტელეფონს და ღამის 3 საათზე დამირეკავდა ვიღაცა და დაფარული ნომერი და მეტყოდა შენს მოსაკლავად მოდის ისა ეს ანუ რაღაცას ნუ ტექსტს მოიგონებ და წარმოიდგინეთ ეხლა უნდათ რომ ფსიქოლოგიურად მოვესპე რომ მე იმ გაზეთში არ დამეწერა ის ეს არ დამეწერა ის დედები რო წავიდნენ და აქედან და რომ მიუძღვენი ერთი წერილი მაშინ ლიტერატურულ საქართველოში საქართველო უდედოდ დარჩა მეთქი რატომ დავწერე ეს წერილი იმიტომ დავწერე რომ ქალაქის მერმა ქართლის დედა შეგვიგინა და რა თქვა ხო გახსოვთ არა და მაშინ ერთადერთმა კაცმა ალბათ მე გამოიღე ხელი საქვეყნოდ და ეს წერილი მიუძღვენი რომ ლავაშივით უნდა გაგაბტყელოს ხალხმა გამოგიყვანოს და ის თითისტოლა რო ხარ მეთქი და ის სხვანაირად დაუწერე იმას ხო და აბა მე კეთილი დამადგებოდა და წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ მე საზოგადოებას ესე იგი უყურებ აი TikTok-ს იმას და ხალხი როგორ ნუ სპეციალურად იქმნება ესენი არ იქმნებიან თავისით კაცო და თუ იქმნებიან უფრო უარესი იმიტომ რომ გადახრილი ადამიანი რომ შეიქმნება ცნობად სახედ და ადამიანები რომ მას ესე იგი გვერდში უდგანან ფინანსურად იმით ესე ისე და თამაზალავიძე სერიოზული კაცი გამოვიდა ჯერ წიგნებზე და ახლა თქვა ყოფა ესეთი მდგომარეობა და ორი ადამიანი გამოვიდა ესე იგი 1400 გამომწერიდან დაუშვათ ნუ ის ვინც მიწერს ვიცნობ ახლა ყველას ნუ ზოგი ხნეს არის მიტანებული პენსიონერია ზოგი გაჭირვებულია მესმის ერთმა ქალბატონმა დამიწერა რომ გულზე მომხვდაო მაგრამ გასაგებია ჩემთვის ეს მაგრამ დანარჩენები ვინ არიან ესე იგი ნახევარზე მეტი მე მყოლია მოყურადე ხალხი ანუ შემოსული იმისათვის რომ აკონტროლოს ის სხვა რა ვიფიქრო აი ნუ 1400 კაცში 10 კაციც არ მოირჩა ისეთი რომ გამომხმაურებოდა გავანებოთ აი უცხოს ვიღაცას თავი რა ანუ ესე იგი ის ხალხი ვინც აი გონებით გადახრილები არიან და არ არიან ჩამოყალიბებულები ანუ დროსა და სივრცეში როა დაკარგული ადამიანი და თვითონაც არის ის და ვერ გაურკვევია ვინ არის ის უნდა აუცილებლად დააფინანსო იმისათვის რომ იხტუნაოს და შენ ამას უყურო და მერე წერო ის რაღაცა საღლიცინო ისინი რა ქვია კომენტარები და ამაში გაატარო დრო და ამ დროს მთელი ქვეყანა თავზე გვაქვს დამხობილი და ქვეყანა უკვე აღარ არსებობს თქვენ არ გინდათ მისი გადარჩენა და ბიძინამ გინდათ გადაარჩინოს ეს ქვეყანა ბიძინა კი არა ესე იგი ნახევარი მსოფლიო რო ბიძინათ იქცეს ის ვერ გადაგარჩენთ თუ მე მითხრა ერთხელ ერთმა ექიმმა თუ ავად მყოფს არ სურსო ვერა ექიმი ვერ უშველისო ზუსტად მაგაზე გამოვედა მაგაზე გესაუბრებით კაცო მაგ საკითხებზე ვსაუბრობდი მე რომ თითოეულმა ჩვენგანმა ანუ თითოეულმა ინდივიდმა ერის შვილმა ერთმა უნდა შეიგნოს რომ მისით შედგება სახელმწიფო ის არის სახელმწიფოს ნაწილი თავისი ქვეყნის თავისი ერის ნაწილი თუ ეს შეგნება არა აქ ეს სახელმწიფოებრივი აზროვნება არაფერი არ გამოვა ვერავინ ვერ გიშველით და მე ილაპარაკეთ იქ ის არისო ის გვაზის თავზე ეს გვაზის თავზე
დაგაჯდება ის გოგის გეძახოდნენ და გოგი გერქვათო და ის დაგაჯდება, აბა რა, მე ვფიქრობდი ხოლმე, კაცო, ეს გიჟი საიდან მოიყვანეს, ვინ მოიყვანა, ეს ბავშვები იცინიან ამის გამოსვლაზე, მეტყველება ამას არ უარგა, აზროვნება ამას არ აქვს, ვინ არის ეს საერთოდ ამ ხელა სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ეს როგორ შეიძლება ჩვენ სათავეში იდგეს, ეს არანორმალური, კაცო. რა დონეზე დააყენა, წეღანაც გითხარით, ის სპეცსამსახური და რა დონეზე დააყენა პოლიცია და საერთოდ რა დონეზე დააყენა ქვეყანა. და თურმე ეს კარგად სწოდნია იმ რავი სახელმწიფოს თუ ჯგუფს როგორ უნდა იმართოს ეს ქვეყანა. თურმე სწოდნია, ეს ზედგამოჭრილი იყო სააკაშვილი ჩვენთვის. და გვითხრა კიდეც, რომ ჩვენ სადღეგრძელოებს ვამბობ და გოგი გვქვია და ქუდი გვახურავს და გვაღრიპი და ვცეკვავს და მღერით. და მან ეცადა, რომ სახელმწიფოდ ჩამოეყალიბებინა და 2003 წლიდან დაიწყო საქართველოს არსებობა. გესმით? ამ დროს დაანგრია სამეცნიერო სკოლები, გაანადგურა კულტურა, მოსპო ყველაფერი აბსოლუტურად ქვეყანაში, განათლების სისტემა მოშალა, დაანგრია, გაანადგურა. და გითხრა, რომ როგორც შევარდნაძემი გამოწყვიტა აფხაზეთში მთელი ახალგაზრდობა და ახლა ვისაც გადატრიალება გინდათ, ლოგინში გადატრიალდითო. ესე იგი, ჩვენ გვეკუთვნის ეს. აი ეს საზოგადოება და აი იმ საზოგადოებას მიმართავდა ნოდარ დუმბაძე გრძნობდა, რომ ეს იქიდან ერთ დღეში როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს საზოგადოება. ერთ დღეში როგორ შეიძლება გარდაიქმნას და ერთ დღეში როგორ შეიძლება ეს არა ბატონო, ეს ნელი პროცესია. ჩვენ ჩამოვყალიბდით ასეთებად. მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი ისტორია შეიძლება სხვაზე, სხვა მეცნიერებაზე და სხვა მიმდინარეობაზე, მეცნიერების სხვა მიმდინარეობის უკეთესად ვიცი. ისტორია არის სარკე. აუცილებლად უნდა ჩაიხედო იქ. და ის დაგანახებს, როგორ მიმდინარეობს ესა თუ ის. ეს ყველაფერი ანალოგიებით არის სავსე. ესე იგი, არ აქვს მნიშვნელობა მაშინ პროგრესული იყო საზოგადოება, აზროვნება ყოველთვის იყო. და სახელმწიფოებრივი წყობა და ეს ყველაფერი, მაგალითები წინ გვიდევს რა ჩვენ. რაში გვჭირდება ჩვენ ვიღაცის ის გადმოღება იმ გერმანელების და ნორვეგიელების კაცო. როცა ჩვენი გქონდა ოდესღაც და ჩვენ რო გქონდა, მაშინ არავის არ გქონდა. ესეთი დიდად მოაზროვნე ერი. ვერ გრძნობთ რა დღეში ხართ. ვერ გრძნობთ, ესე იგი, აი TikTok-ში, არ ვიცი ვინ შედის, ვინ შემოდის, მაგრამ სოციალურ ქსელში შეხედეთ რა. მარტო გლიცინი რა. მარტო დაცინვა, ვიღაცას დასცინიან, ოღონდ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გაერთონ, ვიღაცა გამოამერე, ქართველებო, ვიღაცა აუჩუყებს გულს. თქვენ არიცით რა, როგორ უნდა გადარჩეთ, რანაირად უნდა გადარჩეთ, ესე იგი, აი როგორ შეიძლება ერი გადარჩეს, რომელიც ამას არ ცდილობს რა. მე არც მესია ვარ და არც კიდე ერის წინამძღოლი. არ მიმაჩნია თავი და ამბიციები, არ ამკლავს და სურვილები და რაღაცები არ მაწუხებს იმ ბუდასზე არ იყოს, არ ამტანჯავს სურვილები. ერთი ჩვეულებრივი მწერალი ვარ, რომელიც ვხედავ, რომ ცუდი მდგომარეობაა. აი ხა ყველაფერი ვცადე რა. აი თქვენ გონიათ ახლა რო არავინ არ დამეხმარეთ, აუცილებლად მაინდა-მაინც იმიტომ დავიღუპები? არა ბატონებო და უпростоრად კალბატონებო და ბატონებო. თქვენზე არ არის დამოკიდებული ეს. ჩემი გადარჩენა და არ გადარჩენა. ამას სხვა ძალა განსაზღვრავს. არც არავის არ ეგონა მე რომ გადავრჩებოდი რამდენიმე დღის წინ, მაგრამ გადავრჩი.
როცა იქნება ახლა მეცავალ ამ ქვეყნიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ ვიდექი სიკვდილის წინ. და ძალიან კარგად ვიცი რა არის გადარჩენა, რა არის ის, რა არის ეს და ამ ყველაფერში კარგად ვერ ყვევი რა. დაკვირვებითაც იცით რომ წერალი ყოველთვის აკვირდება ადამიანს, სიტუაციას და აი ეს არის მთელი ამ ყველაფრის საწყისი. ჩვენი დღევანდელობა, ჩვენი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, ჩვენი ერისადმი დამოკიდებულება, სახელმწიფოსადმი დამოკიდებულება და ვერ აღვიქვამთ ჩვენ მე მაქვს აი ერთი ადრეც მაქვს ნათქვამი ალიაში ვინდოს საიტზე და იქ ამბობს ერთ-ერთი კაცი რა რომ ეკითხებიან რაღაცა შეეკითხებიან და მგონი ისე ვიღუპებითო რომ ვერ ვგრძნობთ. აი ეს არის რა. ჩვენ ვიღუპებით ისე რომ ვერ ვგრძნობთ. და ხუმრობთ, ვიცინით და გოგი გვქვია. ისააკაშვილმა რაც გითხრა, ისა ვართ ჩვენ რა. ვიცინით რამე სადღეგრძელოებს ვამბობთ, მთელი ყანს გავუყრით ხელს, რამე დავატრიალებთ, ვითვრებით საქართველოს სიყვარულში, სალოცავები, რამე გაჭირვებული ხალხის სადღეგრძელო და ქვია გოგი. და გვახურია ქუდები. უფრო და უფრო დამძიმდება ჩვენი მდგომარეობა. და როგორც კოსტავა ამბობდა, ხელის ცეცებით დაიწყებსო ქართველის მოძებნასო. ეს დრო დადგებაო. რა ამბავია ევროპაში? იმ დღესაც გითხარით. ერთმანეთის ჩაშვებით არიან დაკავებულები. ყველაზე რა თქმა უნდა ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ უმრავლესობა ასე გადის ფონს. ადამიანებს შექმნილი აქვთ რაღაცა ბიუროები თუ რაღაცები და მისაგრაგვია მე შენ გაგიწევ კონსულტაციას დამირეკე სად ახარ ახლა შენ აბა როგორ ახარ მისვიდებიან და დაადეპორტებენ და ვერც გაიგებს ის რა მოხდა და რა. საშინელება ხდება რა. არენდობი განწირული ხარ. განწირული ხარ რა უნდა ქნა ქართველი გეუბნება რომ მოდი მე გიშველი მითხარი შენ სად ახარ და ეხლა მე ყველაფერს იმას გეზე კონსულტაცია რა ყველაფერი უფასოა ეს ყველაფერი და აბა შენიცი ეხლა მითხარი სად ახარ როგორ ახარ და მეორე დღეს ჩაგაბავენ მარყუშს და გამოგათრევენ იქიდან. აი ეს არის მთელი ქვეყანა. შიგნით თუ გარეთ თუ შიგნით ხო საგიჟეთია და გარეთ კიდე ეს ამბავი მიმდინარეობს. არ ვიცი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ყველას. ჩემთვის ნათელია ყველაფერი. დამოკიდებულება. და კიდევ ვიმეორებ, თქვენზე არ არის რა ჩემი გადარჩენა, არ გადარჩენა. ყველაფერს განსაზღვრავს ღმერთი. დაველოდოთ მოვლენებს. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. ნახვამდის.